ეს არის ქვეყანა, რომელსაც ულამაზესი სანაპიროების გამო ევროპის მალდივებს უწოდებენ. თუმცა ბევრისთვის ის კრიმინალთან და ცნობილ ალბანურ მაფიასთან ასოცირდება. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავის პატარა ტერიტორიაზე აერთიანებს ულამაზეს მთებს, ბუნებასა და სანაპიროებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი თვალით მენახა, ნამდვილად იმსახურებს თუ არა ალბანეთი ევროპის მალდივების წოდებას. მართლა ისეთივე საშიში ქვეყანაა, როგორც ხშირად წარმოგვიდგენენ, თუ სინამდვილეში აქ მოგზაურობა უსაფრთხოა. მოკლედ, ამ ვიდეოში ალბანეთის გარშემო ვიმოგზაურებთ და მოვინახულებთ ყველა იმ ადგილს, რითაც ეს ქვეყანა გამოირჩევა. და ამ ყველაფერს ისევ ჩემი მონტენეგროში ნაქირავები Renault Clio-თი გავაკეთებ. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი საინტერესო ვიდეოთი ჯერჯერობით ისევ და ისევ მონტენეგროდან, მაგრამ ახლა მივდივარ ალბანეთის საზღვრისკენ და ჩვენი მოგზაურობა გაგრძელდება ალბანეთში. რაც შეეხება წინა ვიდეოს, ვინც უყურეთ, გეცოდინებათ, რომ მონტენეგროს გარშემო ვიმოგზაურე და საკმაოდ საინტერესო და ლამაზი ვიდეო გამოვიდა, ასე რომ ვისაც ჯერ არ გინახავთ, გადადით და უყურეთ ჯერ იმ ვიდეოს. ხოლო ამ ვიდეოში უკვე ვიმოგზაურებ ალბანეთის გარშემო და მოვინახულებ როგორც მაღალმთიან ალბანეთს, ასევე ზღვისპირეთს და ძალიან ბევრი ლამაზი და გამორჩეული სანახაობა გველოდება წინ, ასე რომ რა თქმა უნდა ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, კომენტარები დამიწერეთ და მოკლედ ერთად აღმოვაჩინოთ ალბანეთი. ჩვენი დღევანდელი პირველი ლოკაცია იქნება ალბანეთის დედაქალაქი ტირანა. 3 საათიანი გზა მელოდება იქამდე და ნახოთ ჩემი Renault Clio როგორ გაართმევს ამ დავალებას თავს. მოვედი მეგობრებო, ესეც ალბანეთის საზღვარი და ნახოთ. იმედია მარტივად და უპრობლემოდ გადავკვეთავ საზღვარს. გადმოვედი მეგობრებო საზღვარზე, ცოტა რიგი იყო, მაგრამ ალბანეთში ვარ. ძალიან მარტივად გამოვიარე ყველა შემოწმება და კიდევ ერთი ქვეყანა შეემატა ჩემს სიას. მე რამდენი ქვეყანა არ მახსოვს, რატომღაც არ ვთვლი ხოლმე არასდროს. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი მთავარი დანიშნულება არის დედაქალაქი ტირანა, სადამდეც ჩავალ, ეხლა დაახლოებით 100 კილომეტრი მაქვს დარჩენილი. დავბინავდები და გავიდეთ და დედაქალაქი დავათვალიეროთ. დანარჩენ გეგმებს მერე გზადაგზა ყველაფერს გაგიზიარებთ. ერთი შეხედვით რაც შემიძლია გითხრათ, ალბანეთიც ძალიან ლამაზია, როგორც კი გადმოვედი საზღვარზე, ძალიან ლამაზი ბუნებაა. დიდად არ განსხვავდება მონტენეგროსგან, მაგრამ ვნახოთ, ჯერ წინ არის ყველაფერი. ალბანეთი ისევე როგორც მონტენეგრო გამოირჩევა მთიანი რელიეფით. ამიტომ აქ გადაადგილება საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ტირანამდე სულ რაღაც 100 კილომეტრია, გზა მაინც ძალიან გაიწევა. მაგრამ მიუხედავად რთული რელიეფისა, როგორც კი საზღვარი გადმოვკვეთე, ლაგის აპლიკაციაში მარტივად შევიძინე ალბანეთის ინტერნეტ პაკეტი და უპრობლემოდ გავერკვიე საით უნდა წავსულიყავი. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც ტირანა და ერთი სული მაქვს უკვე აქედან როდის წავალ, იმიტომ რომ ისეთი საცობია და ისეთი მოძრაობა არის, რომ კიდე კაი რომ ერთი ღამე ავიღე სასტუმრო ამ ქალაქში. დარწმუნებული ვარ, დღეს ეს ერთი დღე საკმარისი იქნება აქაურობის დათვალიერებისთვის. კატასტროფაა მეგობრებო, ამას ისევ პოდგორიც ამირჩევნია რა. ეს საერთოდ ინდოეთზე უარესი არის მართლა, ამაზე უარესი არაფერი არ მინახავს. საერთოდ არავინ არც ერთ წესს არ იცავს, წითელზეც არ ჩერდებიან, ესეთი კოშმარი, რა ვიცი, არსად არ მინახავს მართლა. გავაჩერე როგორც იქნა მანქანა, მაგრამ ესეთ მიწისქვეშა პარკინგს მოვადექით ძლივს რა. ხვალ ალბათ მილიონი მექნება გადასახდელი აქედან რო გავალ, მაგრამ სხვა გზა არ არის, რა ვქნა. ქუჩაში ხო არ დავაგდებ მანქანას. მოკლედ ესეთი ამბავია და მოვემზადები ფსიქოლოგიურად. სასტუმროსთან ახლოს ვარ უკვე და რომ დავბინავდები, გამოვალ ეგრევე გარეთ. დავბინავდი როგორც იქნა ჩემს $40 აპარტამენტში. ერთად დავათვალიეროთ ეხლა. ერთი ესეთი დიდი მისაღები არის, აქეთ ერთი დიდი საწოლი. განსაკუთრებული არაფერი. ესეთი სააბაზანოა პირდაპირ შუა ოთახში. ამ აპარტამენტში გადავიხადე $40.
საუზმედ შედის და თან ქალაქის პირდაპირ შუაგულში ვარ, ასე რომ იდეალური ფასია მე მგონი. მოკლედ ეხა სულ აი 5-10 წუთით დავისვენებ და გავიდეთ და ქალაქი დავათვალიეროთ. ეს არის ტირანა, ალბანეთის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი, სადაც დაახლოებით 600,000 ადამიანი ცხოვრობს. ბოლო წლებში ტირანა სწრაფად ვითარდება და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქია ბალკანეთში. თუმცა რამდენიმე ათეული წლის წინ ყველაფერი სრულიად განსხვავებული იყო. ალბანეთი თითქმის 50 წლის განმავლობაში მკაცრი კომუნისტური რეჟიმის ქვეშ იმყოფებოდა. ქვეყანა იმდენად იზოლირებული იყო, რომ უცხოელებისთვის შესვლა თითქმის შეუძლებელი იყო. ხოლო ადგილობრივებს ქვეყნის დატოვების უფლება არ ჰქონდათ. სწორედ ამ პერიოდში აშენდა ათასობით ბუნკერი, რომელთა ნაწილი დღემდე შემორჩენილია. დღეს ალბანეთი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა. ის ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად იქცა. ადამიანები აქ ჩამოდიან ულამაზესი სანაპიროების, ალბანეთის ალპების, მდიდარი ისტორიისა და შედარებით დაბალი ფასების გამო. სწორედ ამიტომ ალბანეთს ევროპის მალდივებიც კი უწოდეს. ტირანა კი ამ ყველაფრის ცენტრშია. ქალაქი, სადაც ერთმანეთს ერწყმის კომუნისტური წარსული, თანამედროვე არქიტექტურა, ფერადი შენობები, კაფეები და ცოცხალი ქუჩები. გამოვედი მეგობრებო, ეს ჩემი პირველი გამოსვლა ტირანას ქუჩებში, დავათვალიეროთ ახლა ქალაქი. პირველი სადაც წავალ იქნება ცენტრალური მოედანი, საიდანაც იწყება ამ ქალაქის დათვალიერება, მაგრამ ჩემი სასტუმროც ქალაქის ცენტრშია, ასე რომ აქაურობასაც დაგათვალიერებინებთ. არც თუ ისე ცუდად გამოიყურება, მაგრამ ჩემი პირველი შთაბეჭდილება ძალიან ცუდად დაიწყო ამ ქალაქზე, იმიტომ რომ ისეთი საცობებია, ისეთი ქაოსია, ისეთი არეულობაა, რომ ძალიან არ მომეწონა და მართლა კიდე კაი რომ ერთი ღამე ვრჩები ამ ქალაქში და ხვალიდან უკვე წავალ. მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, დედაქალაქს ეს უფრო გავს ვიდრე პოდგორიცა. პოდგორიცა იყო ჩვეულებრივი სოფელი და რა ვიცი, ხა დედაქალაქის კვალობაზე არც ისე ცუდად გამოიყურება აქაურობა. თვითონ ქალაქი ცუდი არ არის ჩემი აზრით, მაგრამ ძალიან ბევრი რამე აქვს მოსაწესრიგებელი რა. პირველ რიგში მოძრაობა. კამერები საერთოდ არსად არ აყენია და ვისაც სად უნდა იქ დადის, ზოგი ბასლაინზე, რავი, სადაც გინდა იქ შედი, გამოდი, გააჩერე, მოკლედ მაგარი ქაოსია რა. პოდგორიცაში პოლიცია არც მინახავს, მართლა 2 დღე ვიყავ იქ და ერთი პოლიციის მანქანა არ მინახავს და ტირანაში საკმაოდ ბევრი დადია. ეს არის მეგობრებო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ატომური ბუნკერი, როგორც ვნახე. ეს არის შედარებით პატარა და მეორეც არის უფრო დიდი ამ ქალაქში, მაგრამ აქედან ცოტა შორს არის. ფეხით ვერ წავალ დაახლოებით 8 კილომეტრია. თუ მოვახერხე გადავიღებ, თუ არა და ამითი დავკმაყოფილდეთ. სხვა ოთახები არის ესე. ერთ თუ პატარაა, მაშინ დიდი რამხელა უნდა იყოს. ესე სხვადასხვა ოთახები არის, ერთი დიდი დერეფანი არის ესეთი. ეს რაღაც სპეციალური სამოსი იყო ალბათ, რა ვიცი. ესეთი ძაღლის ქანდაკებაც არის. ეს სპეციალური სასაცმელი. ესეთ რაღაცებს რო უყურებ, ძალიან ცუდი განცდა მიჩნდება. ატომურ ბომბებს სადაც ამზადებდნენ, კი განახეთ უკვე ყაზახეთში რო ვიყავი, ვისაც არ გინახავთ ეგ ვიდეო, აუცილებლად გადადით ნახეთ. ეგ იყო სპეციალური ადგილი, სადაც 500-ზე მეტი ატომური ბომბი ააფეთქეს დავის დროზე, ცდების პერიოდი როცა იყო. აქეთაც არის კიდე გაგრძელება, მაგრამ დაკეტილია. აქეთ კიდე გაგრძელდება ბუნკერი როგორც ჩანს. აი დიდი ბუნკერი ყოფილა მეგობრებო, მე უფრო პატარა მეგონა, როგორც ვნახე თავიდან ინტერნეტში, პატარა არის აქ პირდაპირ ქალაქის ცენტრში. ნახეთ რამხელა ტერიტორია, ფაქტურად მთელი ქალაქი იყო მიწის ქვეშ აშენებული. აი აქ ყოფილა სადავაკო თმის შეჭრა ამ ოთახში ხდებოდა როგორც ჩანს. აი ეს იყო ალბათ ვინც აქ მუშაობდა.
აქ იჯდა მართველი. დიახ ამხანაგო არხი გამოიწერეთ. ესეთი საინტერესო ადგილია. აქეთ საძინებელი ყოფილა. ესეთი საწოლი ტელეფონი, წითელი ტელეფონი თან ეს რაღაცას ნიშნავს. აი ეს ოთახები იყო იმ შემთხვევაში თუ რადიაციისგან უნდა გაწმენდილიყავი. ეს სხვადასხვა ეტაპებზე გადადიოდი. აქეთ კიდე რაც გასასვლელია, არ ვიცი რა ხდება. ეგ წრეზე მოდიოდი. იდე აი აქ სპეციალური შხაპის მისაღებია. ანუ უბრალოდ წყალი არა, რაღაც სპეციალური სითხე იქნებოდა ალბათ. მერე კიდე ეს უკვე ბოლო ეტაპია აქ. და მერე უკვე შეგეძლო გარეთ გამოსვლა. ესეთი წიგნია, სადაც შეგიძლია დატოვო შენი შეტყობინება და დავწეროთ. Love from Georgia. Love from Georgia და YouTube Leo's Journey. ალბანელი გამომწერებიც მომემატება. აი იქიდან ჩავედი და აქ ამოვედი. ეს მოედანი მთლიანად აშენებულია ამ ბუნკერზე. მოვედი მეგობრებო და ესეც სკანდერბერგის მოედანი, ეს არის ქალაქის მთავარი მოედანი. ეს ლამაზად გამოიყურება. რაღაცისთვის ემზადებიან როგორც ჩანს, იმიტომ რომ აი სცენას აწყობენ. არ არის ცუდი ქალაქი, საინტერესო დასათვალიერებელია, მაგრამ აი ეს ყველაფერი რომ მოგვარდეს, რაც ხდება ქუჩებში, ბევრად უკეთესი იქნება. ეხლა ვეძებდი ინფორმაციას ინტერნეტში, ალბანეთიც მართლმადიდებლური ქვეყანაა თუ არა, ისევე როგორც მეზობელი მონტენეგრო, მაგრამ როგორც ნახე, ეს სახელმწიფო რელიგია არ აქვს. ყველაზე მეტი ცხოვრობენ მუსულმანები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მერე უკვე მოდიან მართლმადიდებლები და ბოლოს კათოლიკები. აი ესეთ ლამაზ ქუჩაზე შემოვედი. და დავინახე, მომინდა რომ გამესეირნა ამ ქუჩაზე და ვნახოთ, სად გაგვიყვანს. აი რამხელა მეჩეთია ქალაქის ცენტრში და პირდაპირ აქვე არის ამ ეზოშივე ალბანეთის პარლამენტიც. აი ეს კი არის მეგობრებო ტირანას პირამიდა, ესე ქვია და აი იქ თუ ახვალ კარგი ხედები იშლებაო. ამ კიბეებს ხო ვერ ავწდი ვერსად რა. სადაც არ უნდა ჩავიდე. 1-500 კიბე რო არავია რომ ისე მოგზაურობა არ ითვლება რა. ამოვედი და აი ასეთი ხედები იშლება აქედან. რავი რო გითხრათ ესეთი საოცრება არაფერი მინახავს თუ მოგატყვი. თვითონ ქალაქს არ აქვს ისეთი სახე რომ ძალიან გამორჩეული სანახაობა იყოს რა. ნახევარზე მეტი რაღაც დანგრეული ძველი შენობები ჩანს აქედანაც, ამიტომ ისეთი ეფექტური არ არის მოკლედ. აი ეს ხედი ეხა რამეში ითვლება? ქაბულივით არის მთელი ქალაქი. ვისაც ალბანეთში მოგზაურობა მოგინდებათ, იმიტომ რომ ჯერ კიდე წინ იმდენი ლამაზი სანახაობა არის, რომ აუცილებლად მოგინდებათ აქ მოგზაურობა და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში სკაივია დაგეხმარებათ, გადადით მიწერეთ და დაგიგეგმავენ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად ნებისმიერ მიმართულებას. გადავინაცვლოთ ეხლა ჩემი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, იქაც ქალაქის ცენტრია, როგორც გითხარით. ყველაზე მეტი კაფეები, რესტორნები იმ ტერიტორიაზე არის და იქაც დავათვალიეროთ რა ხდება. ეხლა ჩემ პარკინგზე შევიარე, სადაც მიყენია მანქანა, რომ დამეზუსტებინა მაინც რამდენიმე ექნებოდა გადასახდელი და რომ გავარკვიე მოკლედ 24 საათს თუ არ გადავაშორებ, იქნება 2500 აქაური ფული რა ქვია დამაუწყდა. გამოდის დაახლოებით $30. ძვირია, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ არის ფიზიკურად, მაშინ უნდა წავიდე სადღაც ქალაქ გარეთ გავაჩერო მანქანა და მე ავტობუსით მოვიდი აქამდე, ასე რომ რა ვქნათ $30-ც უნდა გავისროლოთ პარკინგში. აი ესეთი ქაოტურია ქალაქის ეს ნაწილი. მაგიტომაც პირველი აქ რო შემოვედი, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა ამ ქალაქზე. ქვემოთ რო იყურები, თითქოს ყველაფერი მოწესრიგებულია, მაგრამ როგორც კი ზემოთ აიხედები, ამ შენობებს შეხედავ, რეალური სახე ჩანს უცებ, როგორ გამოიყურება ეს ქალაქი.
წავიდეთ ახლა რამე გემრიელი მოვძებნოთ და რამე გემრიელიც დავაგემოვნოთ, დავიმსახურე დღეს. იმდენი ვიარე მანქანით, ბოლო მეორე ქვეყანაში ჩამოვედი და რამე გემრიელი ხო დავიმსახურე. მაგრამ ჩააპარკინგა მანქანა. ისე ვერ ჩაატია და ესე ჩაატია. აი ესეთი ლამაზი შენობა შემხვდა შემთხვევით. ალბათ რაღაც სასტუმრო იქნება. ვითომ მან და არ მეყოფოდა ეს საცობები, ნახეთ რა. დგას ესე მთელი ქალაქი. აი ერთმანეთზე გადადიან, უსიგნალებენ, აი მოკლედ საგიჟეთია რა. ვიარე და საინტერესო ვერაფერი ვერ ვნახე და ჩემს სასტუმროსთან პირდაპირ ქვემოთ არის სწრაფი კვება, ბერძნული სამზარეულო არის და მოკლედ ქათმის პიტა შევუკვეთე ახლა და ვნახოთ აბა როგორი იქნება. გვამოგზაურებს თუ არა საბერძნეთში გემოებით ახლა ვნახოთ. მოვიდა მეგობრებო და ძალიან გემრიელად გამოიყურება. რაღა დაგიმალოთ, ანუ იმხელა ხორცი არის შიგნით. იმდენი ფრი არის. ქათამი ძალიან გემრიელია. ესეთი პატარა ჩანგალი მოყვება, იმიტომ რომ იმხელა არის, რომ ამას ესე პირდაპირ ვერ შეჭამ. ცოტა უნდა ამოვაკლო. ძალიან გემრიელია მართლა. არ ვიცი საბერძნეთში როგორია, იმიტომ რომ საბერძნეთში ჯერ არ ვარ ნამყოფი, ჯერჯერობით. მაგრამ ალბანეთში გემრიელ გიროს ამზადებენ თურმე. ამას რო შევჭამ პირდაპირ სასტუმროში ავალ. პრინციპში ქალაქში კი გავისეირეთ უკვე. დავისვენებ, მე თუ არ დამეზარება საღამოსაც გამოვალ და ღამის ტირანას დავათვალიერო. თუ არა და ხვალ დილიდან უკვე წავალ სანაპიროებისკენ, რატომაც ეძახიან ალბანეთს ევროპის მალდივებს, აი მაგას ვნახავ და მეც მაინტერესებს, დარწმუნებული ვარ თქვენს გაინტერესებთ, ასე რომ ბოლომდე უნდა უყუროთ ამ ვიდეოს, რა თქმა უნდა. ოჩაღ ალბანელებს. სასტუმროსკენ დავიძარი და წვიმაც დაიწყო. ზუსტად მოვასწარი მოკლედ ყველაფერი და წვიმაც დაიწყო. წავედი ახლა სასტუმროში. სხვათა შორის ბევრად უფრო სიგრილი არის ტირანაში, რატო არ ვიცი, მაგრამ აი მოკლედ მკლავიან მაისურში შემცივდა. იმედია ესეთ სიცივეები არ იქნება სანაპიროებზეც. დილა მშვიდობის მეგობრებო, ესეც ჩემი მეორე დღე ალბანეთში და დავიძარით ამ ქალაქიდან ერთი სული მაქვს აქედან როდის გავალ. ახლა მოვედი პარკინგზე, ვნახოთ რამდენს გადაგვახტევინებენ. დღევანდელ გეგმებს რაც შეეხება დღეს დავიძრები ნელ-ნელა სანაპიროსკენ, გზად ბევრი საინტერესო რამე შევხვდება, ასე რომ საინტერესო დღე გველოდება წინ. სხვათა შორის ადვილად მივეჩვიე ტირანას ქუჩებში მანქანით სიარულს. უბრალოდ სადაც გინდა იქ შევუხვევ, სადაც გინდა იქ მოტრიალდები, რასაც გინდა იმას იზავ. კაცი შვილი, შენი მომკითხავი არ არის რა. ალბანეთიც საკმაოდ პატარა ქვეყანაა და მისი ძირითადი ლოკაციები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. ამიტომ სულ რაღაც 2 საათში ჩემს პირველ დანიშნულების ადგილამდეც მივედი. გზად უამრავი პატარა და ლამაზი სოფელი გამოვიარე, რომლებიც ტირანას ქაოსურ ქუჩებს ნამდვილად არკავდა. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც ჩემი დღევანდელი პირველი ლოკაცია და ეს არის თვითონ უძველესი ქალაქი ბერატის ციხესიმაგრე. ჯერ მოვინახულოთ ციხესიმაგრე და მერე თვითონ ქალაქის დავათვალიეროთ. ბერატი ალბანეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი ქალაქია, რომელსაც ხშირად 1000 ფანჯრის ქალაქსაც უწოდებენ. ეს სახელი ქალაქმა ერთმანეთზე ტერასულად აშენებული თეთრი სახლების გამო მიიღო, რომელიც შორიდან უამრავ ფანჯარას გავს. ბერატის ისტორია 2400 წელზე მეტს ითვლის. საუკუნეების განმავლობაში აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლები, რის გამოც ქალაქში დღესაც შეხვდებით როგორც უძველეს ეკლესიებს, ისე მეჩეთებს. ქალაქის მთავარი სიმბოლო ბერატის ციხეა, რომელიც გორაკის თავზე დგას. მისი განსაკუთრებულობა ის არის, რომ ციხის ტერიტორიაზე დღემდე ცხოვრობენ ადგილობრივები, რაც ევროპაში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. 2008 წელს ბერატი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. დღეს ის ალბანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ისტორიული ქალაქია და ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს თავისი არქიტექტურით, ისტორიითა და უნიკალური ატმოსფეროთი. კარგად დაცხა უკვე
და აქ შემოსვლა როგორც ჩანს უფასოა. რავი, მე არაფერი არ გადამიხდია ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ეს ციხესიმაგრე შედარებით კარგად გამოიყურება და აი რაც ყველაზე კარგად მომხვდა თვალში, აი ეს არის თითქმის ხელუხლებელი. ესეთი თავდაცვის იარაღი. ისე დგას, როგორც წლების წინ იდგა. ძალიან ლამაზია აქაურობა და გარე ტერიტორია ძალიან გავს იტალიას. მე პირადად იტალია გამახსენდა პირველი. ეხლა ავიდეთ და ხედებსაც განახებთ აქედან, როგორი ხედები იშლება. აი ასეთი საოცარი ხედები იშლება აქედან. აი აქეთ არის თვითონ ქალაქი ბერატი, მაგრამ ძველი ქალაქი კიდე სხვაგან მდებარეობს, ეს ახალი ქალაქი. რავი, ჩემთვის პირადად ძალიან გავს იტალიას აქაურობა. როგორც ხედავთ, მონტენეგროსგან განსხვავებით აქ ციხესიმაგრეები რეაბილიტირებულია, ტურისტებზეა გათვლილი ყველაფერი და საკმაოდ კარგად გამოიყურება. ახეთ რა ლამაზად არის გაკეთებული ყველაფერი. იდეალურად არის მოწესრიგებული. როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ციხესიმაგრეა და რაც მარტო ტურისტული ადგილი არ არის, იმიტომ რომ ხალხი დღემდე ცხოვრობს აქ. ჩვეულებრივი სახლები არის, მანქანებიც კი უყენიათ. ციხესიმაგრის ყველაზე მაღალ წერტილში ამოვედი ეხლა, საიდანაც კიდე უფრო ლამაზი ხედები იშლება და ეხლა მივდივარ პანორამული გადმოსახედისკენ და ერთად შევაფასოთ როგორი ხედები იქნება. აი ასეთი პანორამული ხედი იშლება აქედან. ძალიან ლამაზია. მაგრამ მე მგონი ის მეორე ხედი უფრო ლამაზი იყო თავიდან, სადაც ვიყავით. დავიძარით ძველი ბერატისკენ, ეხლა თვითონ ძველი ქალაქის დავათვალიეროთ, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი არის ფეხით გასავლელი. ქვემოთ უნდა ჩავიდეთ ამ ციხესიმაგრიდან და რაც მოკლე გზა დავინახე ხა. რომ პირდაპირ გადავჭრა ქვემოთ და იმედია იქ ჩადის. ესეთი ხედები იშლება, იქ უნდა ჩავიდეთ ჩვენ ქვემოთ ბოლომდე. ამ აღმართის ამოვლა იქნება ცალკე სიამოვნება. მანქანა ზემოთ ყავს დატოვებული და ქვემოთ პარკინგი რო ვერ ვიპოვო მეთქი. არი ფეხით ჩავალთო და მოკლედ ამ აღმართის ამოვლა მომიწევს ისევ ფეხით. ჩამოვედი ქვემოთ, ჩემს უკან არის ქალაქის ახალი ნაწილი, ხოლო აი ჩემს წინ არის ეს საოცრება. ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ბერატი. აი აქეთ მთლიანად არის ძველი ქალაქის ტერიტორია და ნახეთ რა ლამაზი არის. პირდაპირ მთაზე არის გაშენებული. ამოუყევი ახლა. შემოვიხედოთ რა ხდება ქალაქში. ისევე როგორც იმ ციხესიმაგრეში, აქაც დღემდე ცხოვრობს ხალხი ჩვეულებრივად და ალბათ ძალიან შეწუხებულები არიან ამდენი ტურისტით. ყოველ დღე რომ დადიან და ათვალიერებენ აქ. ვფიქრობ, გარედან უფრო ეფექტური არის ეს ანახაობა, იმიტომ რომ შიგნიდან ვერ წხვდები რა ხდება რა, უბრალოდ ვიწრო ქუჩები არის და ძველი შენობები და გარედან უფრო ეფექტური სანახავი არის აი ესე მთაზე გაშენებული ქალაქი. ამიტომ ახლა ისეთ წერტილს ავარჩევ, რომ კარგად გამოჩნდეს მთლიანად მთელი ქალაქი. ამ დინარის ორივე მხარეს არის ეს ძველი ქალაქის ტერიტორია, ერთი არის ჩემს უკან, რომელიც უფრო დიდი არის ქალაქის ნაწილი და მეორე არის აქეთ აი დინარის მეორე მხარეს. ორივე ძალიან ლამაზად გამოიყურება, მოწესრიგებულია, სისუფთავეა. რატომღაც ჩინეთი გამახსენდა, იმიტომ რომ ჩინეთში უყვართ მსგავსი არქიტექტურის შენობები, ფერებით და რაღაც ატმოსფეროთი მოკლედ ძალიან გავს ჩინეთს. გავიაროთ ქალაქის შედარებით ახალი ნაწილისკენაც დავათვალიეროთ, თუ რამე საინტერესო შევხვდება. ისევე როგორც მონტენეგროს შემთხვევაში, აქაც დედაქალაქი არ მომეწონა და დანარჩენი ქალაქები ძალიან ლამაზი არის. ეხლა აი ეს ქალაქიც რავი, აი იდეალურად არის მოწესრიგებული. აი სიამოვნება, მოკლედ აი ესეთ პატარა ქალაქებში მოგზაურობა და დათვალიერება. აი ასე ლამაზად გამოიყურება ქუჩები. სისუფთავე მოწესრიგებული, ყველაფერი გალამაზებული. აი ასეთ ლამაზ მოედანზე გამოვედი. ახეთ რა სილამაზეა. მოკლედ ქალაქ ბერატს ჩემგან 10-დან 8 ქულა. ძალიან მომეწონა. ძალიან ლამაზია, ასე რომ ალბანეთში თუ ჩამოხვალთ Skyway-ს დახმარებით, ტურისტული კომპანია Skyway-ს შეგიძლიათ მიმართოთ, ჩამოხვიდეთ ალბანეთში, იმოგზაუროთ და ქალაქ ბერატსაც აუცილებლად ეწვიეთ. ძალიან კი მეზარება, მაგრამ გავუყევი ახლა ისევ ამ აღმარს და დავიძარი მანქანისკენ. და ჩვენი შემდეგი გაჩერება იქნება ლურჯი თვალი, აი ასე ქვია იმ ადგილს, სადაც მივდივარ. და რომ მივალ, დანარჩენს მერე გაგიზიარებთ.
3 საათია უკვე გზაში ვარ, ძალიან დამღლელი გზა არის, სულ მიხვეული არის, ავტობანები არ არის თითქმის არსად. რაღაც პატარა მონაკვეთი იყო მარტო და ჩქარა ვერ დადიხარ რა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დიდი მანძილი, ჩქარა ვერ დადიხარ, მაინც რა მაქსიმუმ 100-ით მიდიხარ. გავაჩერო მეთქი დავისვენო და მერე გავაგრძელო თუ ჩავიდე ბოლომდე მეთქი ბარემ მივიდე და ამ ყოყმანში კი მოვედი თითქმის უკვე დაახლოებით 60-70 კილომეტრი მაქვს დარჩენილი. მაინც გავჩერდი ბოლომდე, ვეღარ გავქაჩე, ცოტა მაქვს დარჩენილი, მაგრამ ისეთი რთული გზები არის, რომ ძალიან დავიღალე. ეხლა ვარ აქაურ გომბორზე. აი ამ უღელტეხილით გადადიხარ პირდაპირ ზღვის სანაპიროზე. ანუ ვისაც უღირს ესე გადასვლა, შეუძლია რომ ესე მოკლეზე გადავიდეს რა პირდაპირ მთებით. მაგრამ გზად არის ერთი სანახაობა, რისთვისაც წამოვედი აქედან და იმედია მოვახერხებ მისვლას. ზუსტად არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ, მაგრამ მე მაქსიმალურად ვეცდები თუ არა და პირდაპირ გადავიდეთ სანაპიროზე და დავიწყოთ ევროპის მალდივების დათვალიერება, როგორც ეძახიან აქაურობას. მოვედი მეგობრებო, როგორც აღმოჩნდა, არც ისე მიყრუებული ადგილი ყოფილა, საკმაოდ ბევრი ხალხია. როგორც მოსალოდნელი იყო, მე კი ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მაინც რადგან ბევრი მანქანა არ შემხვდა გზაში, ვიფიქრე, რომ რაღაც შეცდომით ხო არ არის მეთქი. ეს ლოკაციაც ერთ-ერთი გამორჩეული არის ალბანეთში, ტოპ 10 სანახაობა რო ჩაწეროთ, ამას ამოგიგდებთ ალბათ მესამეს ან მეოთხეს. ეს არის ლურჯი თვალი, ალბანეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი საოცრება. კრისტალურად სუფთა წყალი და მუქი ლურჯი ცენტრი მართლაც თვალს მოგაგონებთ, რის გამოც ეს ადგილი სწორედ ამ სახელითაა ცნობილი, ლურჯი თვალი. წყლის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 10-12 გრადუსია, ხოლო მისი ზუსტი სიღრმე დღემდე უცნობია. სწორედ ეს იდუმალება ლურჯ თვალს ალბანეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილად აქცევს. სულ არ შეიძლება ვაწერია, მაგრამ აგერ იცურავენ მშვენივრად. ქვემოდან ამოდის ცივი წყალი და ნახეთ რა სუფთა წყალი არის. აი ასეთ ლამაზ ადგილას შემოგატარეთ გზად. მე მგონი ლამაზი სანახაობაა, მაგრამ ფოტოებში ბევრად უფრო ეფექტურია, იმიტომ რომ ზემოდან დრონით თუ არ დახედე ან რაღაც კამერით თუ არ გადაიღე, ისე საკუთარი თვალით კარგად ვერ აღიქვავ რა, ძალიან პატარა ადგილია, ამიტომ ფოტოებში ბევრად უფრო ეფექტური ჩანდა. მე როცა ვეძებდი ამ ადგილს. აქედან კი აი ამით დავუბრუნდები ეხლა მეგობრებო. ესეთი კუკუშკათი წავალ ეხლა ზემოთ. თავი მგონია ზოოპარკში საბავშვო ატრაქციონები რო არის ხო, იცი ბავშვებს რო აკატავებენ ხოლმე რა. ამის ბილეთში გადავიხადე 3 ევრო, ევროებზე თუ გადავიყვანთ რა, მაგრამ აქედან ფეხით ასვლა უკვე ძალიან მეზარება. მირჩევნია გადავიხადო 3 ევრო და შვიდად წყრარად ავიდე. აუ რა დაგაზა. მაგარი გასართობია, ხო არ მოვარტყა ერთი წრე კიდე. 3 ევრო არაფერი არ არის. დავიძარი მოკლედ მანქანისკენ, თან საკმაოდ სიგრილია, მინდა გითხრათ რა. ალბანეთში ბევრად უფრო სიგრილე დამხვდა ვიდრე მონტენეგროში იყო. როგორც კი მზე ჩადის, საკმაოდ სიგრილია რა. ეხლაც უკვე აი აგრილდა სიამოვნებით რამეს შემოვიცნევდი, ისეთი ამინდია. იქ როგორც ურავდნენ იმ წყალში არ ვიცი. წავედით, დღეს მეტი გაჩერება აღარ გვექნება, პირდაპირ ქალაქ ქსამილში ჩავალ, ჩემს სასტუმროში, რომელიც $30 ვიქირავე, კარგი სასტუმროა. კვება შედის, ყველაფერი არის, მოკლედ რო ჩავალ, ყველაფერს განნახებთ. მაგარი სტატისტიკა უნდა გითხრათ ეხლა. აი ეხლა უცებ გამახსენდა რა, რომ დავფიქრდი. არც ერთი პრიუსი არ მინახავს ალბანეთში. მე მგონი არც მონტენეგროში რა. აი ვიდეოების edits რო ჩაუჯდები, ერთი უნდა გადავხედო მე, იმიტომ რომ მართლა აი არც ერთი პრიუსი არ შემხვედრია რა. ჩამოვედი მეგობრებო, აქეთ არის ქალაქი, სადაც მივდივარ, მაგრამ აი ესეთი საოცარი ხედები დავინახე და რო არ გამეჩერებინა, არ შემეძლო რა. ულამაზესი ხედები იშლება აქედან. მოვედი მეგობრებო, ესე კარგად გამოიყურება აქაურობა, მე მგონი კარგი აპარტამენტი იქნება
და რაც ყველაზე მთავარია, მანქანა გავაჩერე ისე რომ პარკინგის ფულს არავინ არ გადამახტევინებს, უფასო პარკინგია. ეს სასტუმრო ერთი ღამით ავიღე ბუკინგზე, მაგრამ ეხლა რომ დავფიქრდი, ჯობია რომ ორი ღამე დავრჩე, იმიტომ რომ თან $30 ღირს. ძალიან კაი ფასია. საუზმედ შედის, მოკლედ, რავი, იდეალური ფასია რა და ამიტომ ჯობია რომ აქ დავრჩე, მაგრამ ხვალას და აქედან დავათვალიეროთ ყველა მიმდებარე კარგი სანაპიროები და მე უკვე დავიძრათ ჩვენი შემდეგი დანიშნულებისკენ. კარგი სასტუმრო დამიჯავშნია $30, ეხლა დაგათვალიერებინებთ. ნახეთ სააბაზანო როგორ არის სუფთა მოწესრიგებული. ძალიან მომეწონა. და ესეთი სუფთა კარგი ოთახი არის. ნახეთ, მშვენიერი სუფთა საწოლი და ესეთი აივანი. პირდაპირ პარკინგზე გამოდიხარ, აგერ მანქანას ესე მოვაყენებ, რომ გადავალ გადმოვა. მოკლედ, ძალიან მომეწონა ეს სასტუმრო, კარგი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ორი ღამე ვრჩები, აქ არ ვიჩქარებ. მოკლედ, ახლა შემოვზიდავ ჩემ ნივთებს, ცოტას დავისვენებ, დავტენი ტექნიკას და მერე გავიდეთ. შევესწრები დღესაც დაგათვალიერებინოთ ცოტა, იმიტომ რომ ბევრს ვერაფერს ვერ მოვასწრებ, რადგან 8 საათი დაიწყო უკვე, მაგრამ ხო იცით, მე არ დავიზარებ, მაინც თავარია თქვენ არხი გამოიწეროთ. დავედით. გამოვედი გარეთ და ძალიან ლამაზი გარემოა. სიმშვიდე არის, სიწყნარია. ეხა არ არის სეზონის პიკი და ბევრი ხალხიც არ ჩამოდის და სასტუმროს ფასებიც ამიტომ არის ასე იაფი, თორე სეზონის პიკში დაახლოებით 1-2 თვეში ესეთი ფასები რა თქმა უნდა აღარ იქნება. დღეს არსად გამსვლელი აღარ ვარ. ერთადერთი მაღაზიას ვეძებ ეხლა რომ რამე ვიყიდო, წავიღო სასტუმროში და დავისვენებ მოკლედ და ხვალიდან დავათვალიეროთ კარგად ეს ქალაქის და სხვა ქალაქებიც. ხალხიც არ დადის ისეთი სიმშვიდე არის. არავინ არ არის. ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა. აი, საკმაოდ ცოტა ხალხი არის, ალბათ ამინდის გამოც ცოტა სიგრილია და ბევრი ხალხი არ შეერნობს გარეთ. მაღაზიაში ვიყავი, ეხლა რაღაცები ვიყიდე და მოკლედ წავიდეთ სასტუმროსკენ, დღეს დავისვენებ, ეხლა ყვილა გამოვედი გარეთ. გარეთ სიარულის თავი აღარ მაქვს, მოკლედ ხვალისთვის მოვემზადოთ რა და ხვალიდან კარგად დავათვალიეროთ ყველაფერი. გუშინ როგორც მიხვდით, გარეთ აღარ გამოვსულ ვარ, მარტო მაღაზიაში ვიყავი რაღაცების საყიდლად გამოსული და ამიტომ დღეიდან დავიწყოთ დათვალიერება. ეს არის ქსამენი, ალბანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი, რომელსაც ბევრი ევროპის მალდივებს უწოდებს. ამის მიზეზი გამჭვირვალე ფირუზისფერი ზღვა, თეთრი სანაპიროები და პატარა კუნძულებია, რომლებიც სანაპიროდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. ქსამილი მდებარეობს ალბანეთის სამხრეთში, იონიის ზღვის სანაპიროზე. საბერძნეთის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში. ზაფხულში აქ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, რადგან ალბანეთის სხვა პოპულარულ მიმართულებებთან შედარებით დასვენება აქ ჯერ კიდევ საკმაოდ ხელმისაწვდომია. სწორედ ეს ულამაზესი ბუნება და სანაპიროები აქცევს ამ ადგილს ალბანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად. თუ ალბანეთში მოგზაურობას გეგმავთ და ზღვის დასვენებაც გსურთ, ქსამილი ნამდვილად ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აი ეს არის ცენტრალური ქუჩა, რომელიც მიუყვება მთლიან ქალაქს და სხვათა შორის არც ისე დიდი ქალაქია, დაახლოებით 1 საათში ალბათ ფეხითაც თავისუფლად გაივლით მთლიან ქალაქს. აქვე მინდა გითხრათ, რომ გუში როგორც კი ჩამოვედი ამ ქალაქში, ისეთი განცდა მქონდა, რომ თითქოს საერთოდ სხვა ქვეყანაში ჩამოვედი სამოგზაუროდ რა. ნამდვილი ისეთი კურორტული გარემო არის და ყველაფერი მართლა იდეალურად არის მოწესრიგებული. ძალიან კარგი გარემოა. მე მალდივებზე ჯერ არ ყოფილვარ, ამიტომ ვერ შევადარებ, რამდენად გავს აქაურობა. ვინც ნამყოფი ხართ, თქვენ შეადარეთ და დამიწერეთ კომენტარებში და მე როცა ჩავალ მალდივებზე, მეც გაგიზიარებ ჩემს აზრს. ქალაქი კარგია, მაგრამ ეხლა სანაპიროზეც ჩავიდეთ და ნახოთ, რითიც გამოირჩევა ეს ქალაქი. თავისი ულამაზესი სანაპიროებით. ნახეთ რა ლამაზი ხედები, გადაიშალა როგორც კი გადმოუხვიე სანაპიროსკენ. აი ასეთი ლამაზი სანაპირო არის. როგორც ჩანს ეს ფასიანი სანაპიროა. ლამაზად არის აქაურობა, ნახეთ. ეს ვიდეო როდის დაიდება არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ახლა არის ყველაზე კარგი სეზონი აქ მოგზაურობისთვის. მაისის შუა რიცხვები არის. ხალხი ცოტაა. Very nice. ხალხი ცოტაა, ფასები იაფია.
ამინდიც მშვენიერია, ასე რომ გაითვალისწინეთ. რა თქმა უნდა, აგვისტოშიც ძალიან კაი იქნება, იმიტომ რომ ეხლა თითქმის ყველგან რაღაც პატარა რემონტები ემზადებიან, მოკლედ სეზონის გასახსნელად რა. მერე უკეთესი იქნება ალბათ გასართობად და ასე შემდეგ. ვისაც ბიუჯეტურად გინდათ მოგზაურობა, მაისის შუა რიცხვები მაისის ბოლომდე არის ალბათ იდეალური. თვითონ ეს ქალაქი XAML გაითვალისწინეთ, რომ არის უფრო ისეთი, ვისაც გართობა უყვარს, ხმამაღალი მუსიკა, რაღაც ხამის კლუბები და ასე შემდეგ რა, უფრო აი ეგეთი ქალაქი არის. არის სხვა სანაპიროები, სადაც უფრო სიმშვიდი არის, უფრო წყნარი ატმოსფერო არის. ასე რომ ვინც აქ ჩამოხვალთ, ეგეც გაითვალისწინეთ. აი კეთდება ბილიკები, ტროტუარები. ლამაზდება აქაურობა. წყალი რა სუფთაა, ნახეთ. მინდა გითხრათ, რომ მე მგონი მართლა გავს მალდივებს აქაურობა. წყლის ფერი, აი ეს გარემო, თეთრი ქვიშა, იდეალური ადგილია დასასვენებლად. ხომ მოგინდათ? ეხლა მაინც ხომ მოგინდათ აქ მოგზაურობა, ხო და Skyway-ს მიწერეთ და დაგეხმარებათ ძალიან მარტივად, ბიუჯეტურად მოხვდეთ აი აქ და დაისვენოთ თქვენც. აი კიდე რამდენი რამე კეთდება, ნახეთ. თქვენ ჩამოსვლამდე ესეც დამთავრებული იქნება და შეძლებთ რომ დაისვენოთ და დატკბეთ ამ სილამაზით. აი ხო საოცარი ადგილია და საოცარი მოგზაურობაა თავიდან ბოლომდე, მაგრამ ყველაზე საოცარი ის არის რომ თქვენ რომ ლაგის აპლიკაციაში დარეგისტრირდებით არა მხოლოდ მობილურ ინტერნეტს შეიძენთ, თქვენ გექნებათ საშუალება რომ თვეში სულ რაღაც 12 ლარად ისაუბროთ ნებისმიერ ქსელთან სრულიად ულიმიტოდ. თვეში 12 ლარად, ეხლა შეიძლება არ დაიჯეროთ და იფიქროთ რომ აი 12 ლარად, რავი, არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება საქართველოში უკვე, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აი 12 ლარს გადაიხდით და თვეში ყველა ქსელთან, ნებისმიერ ქსელთან, სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სადაც არ უნდა იყოთ, როუმინგების და რაღაც სხვადასხვა ხარჯების გარეშე, ნებისმიერ ქსელთან ისაუბრებთ ულიმიტოდ. თუ ჩემი არ გჯერათ, ლაგის აპლიკაცია გადმოტვირთეთ, დარეგისტრირდით და თქვენ თვითონ ნახავთ ამ საოცარ შეთავაზებას. არ მეგონა, სიმართლე გითხრათ, თუ მართლა ასეთი ლამაზი სანაპიროები იქნებოდა და თუ გაამართლებდა თავის სახელს, რატომაც ეძახიან ევროპის მალდივებს და ჩემი აზრით გაამართლა, იმიტომ რომ, რა ვიცი, ძალიან ლამაზი სანაპიროებია, სიამოვნებით ჩამოვიდოდი დასასვენებლად, აი რაღაც განსხვავებული რო გინდა თურქეთისგან, რაღაც ეგვიპტე რო აი უკვე მოგბეზდა და აღარ გინდა. აგერ ალბანეთი თურმე გთავაზობს იდეალურ გამოსავალს. სასტუმროს შემოვაფარე ცოტა ხანი თავი, იმიტომ რომ გარეთ ისე დაცხარო ფეხით სიარული უკვე შეუძლებელია და 1-2 საათი შევაფარებ თავს და მერე გავიდეთ გარეთ ისევ და წყალიც დავტესტოთ როგორია. გამოვედი და აი ესეთ სანაპიროზე შევაჩერე ჩემი არჩევანი. ქვიშიან ნაპირებზე სამწუხაროდ უკვე ყველა ადგილი შევსებულია. არც ერთი შეზლონგი აღარ არის. ეს სანაპიროები ყველაფასიანი არის. კონკრეტულად ეს ადგილი, სადაც ახლა მე ვაჩდება, 1000 ლეკი, აქაურფულს ლეკი ქვია, მე მგონი ვერ დავიმახსოვრე. რაც არის დაახლოებით 10 ევრო რა. ამ სეზონზე ყოველ შემთხვევაში ეს ეღირს. შეიძლება სეზონის პიკში ეს ფასიც გაიზარდოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოთხოვნაც მეტი იქნება. აი ესეთი გარემო ცოტა არ იყოს მაზარმაცებს რა. აი ხვალაც რო აქ ვრჩებოდე, ალბათ ძალიან გავზარმაცდებოდი, ამიტომაც ხვალ აქედან მივდივარ. მაგრამ დასასვენებლად სიამოვნებით ჩამოვიდოდი კიდე აქ რა. ეხლა ცოტა სიგრილია, ქარი ამოვარდა, ცოტა ხანიც ვიქნები და მე ავალ სასტუმროში მოვწესრიგდები, გამოვიცვლი და მე ისევ ქალაქში გამოვიდეთ. რამე გემრიელი დავაგემოვნოთ. ისე გამიტკბა, მე მგონი ცოტა მივიბრაწე კიდეც. დავიწვი, რა თქმა უნდა, დამცავი არ მესვა როგორც ყოველთვის, არა და წამოღებული მაქვს, მაგრამ რას დავათრევ ტყუილა არ ვიცი. წავედი მოკლედ სასტუმროში, მოვწესრიგდეთ და მე გამოვიდეთ ისევ გარეთ. გამოვედი გარეთ და ეხლა რამე გემრიელი ვჭამოთ და ესე გემრიელად დავასრულოთ ბარემ დღევანდელი დღე. აი ესეთ ლამაზ ადგილს მოვადექი, რაღაც პატარა არაბული კუთხე არის და რაც ქათმის დონერი ავიღე მოკლედ რა, სხვა ისეთი საინტერესო ახლოს ვერაფერი ვერ ვიპოვე და ეხლა დავაგემოვნოთ ერთად. მოვიდა, ესე გამოიყურება გემრიელად. соусები არ აქვს, უბრალოდ კეჩუპი და მაიონეზი და ეგ აია რა. რაც სხვანაირი соуსი აქვს და გემრიელია. ყველიც ქონია, რაც ძალიან უხდება.
ყველი, ფრი, ხორცი, ეს ქათმის არის. აი ფრი ცოტა მეზედმეტება მე პირადად რა. მაგრამ საერთო ჯამში გემრიელია რა. თან გადავიხადე დაახლოებით 4 ევრომდე რა, 4 ევროც არ ღირდა, ასე რომ ფასიდან გამომდინარე კარგია. სანაპიროზე დასვენება კარგია, მაგრამ დროა გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა, ჩვენი ბოდიალი ალბანეთის გარშემო და დღეს უკვე დავიძრები ადგილისკენ, რომელსაც ეძახიან ალბანეთის ალპებს. ეს არის მაღალმთიანი რეგიონი ალბანეთში, ალბანეთის ჩრდილოეთით, რომელიც გამოირჩევა თავისი ულამაზესი ხედებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ჩავასწრებ, რადგან არც თუ ისი ახლოს არის, დაახლოებით 450-500 კილომეტრი არის იქამდე და თუ გავითვალისწინებთ ამ რელიეფს, როგორი რელიეფიც გველოდება წინ გასავლელი, საკმაოდ რთული იქნება დღესვე ჩავასწროთ იქ. მაგრამ მე რა თქმა უნდა მაქსიმალურს გავაკეთებ, ლეოა თუ ბოლომდე არ იბრძოლა და რა ვიცი, გზაში არ ვიტანჯე და ვიწვალე რომ იქამდე ჩავიდე. ყველა ნორმალური ადამიანი ხა სადმე შუა გზაში გაჩერდებოდა და ისვენებდა, ხო გააგზავნებდა, მაგრამ მე არა, მე უნდა ვიბრძოლო. თუ დამაღამდა, რა თქმა უნდა, სადმე დავრჩები. მოკლედ, წავედით ახლა წინ დიდი გზა გველოდება, ბევრი ლამაზი გაჩერება გვექნება, მათ შორის ერთი ძალიან ლამაზი სანაპირო მინდა კიდე რო განახოთ და მოკლედ, წავედით. თქვენ მანამდე არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დალაიქება და კომენტარებში დამიწერეთ, როგორ მოგეწონათ ალბანეთის მალდივები. ქსამილი ალბანეთის ერთადერთი კურორტი არ არის. ამ სანაპიროზე კიდევ უამრავი ლამაზი ქალაქი და სანაპიროა, რომლებსაც ალბანეთის ალპებისკენ მიმავალ გზაზე გაჩვენებთ. ჩამოვედი მეგობრებო და ესეც პატარა ქალაქი ჰიმარე, რომელიც ასევე გამოირჩევა თავის სანაპიროებით და ესე ნახე ინფორმაცია, რომ ვისაც უფრო მშვიდი დასვენება უნდა, სწორედ აი ამ სანაპიროზე ჩამოდის. ხოლო ვისაც უფრო გართობა და რაღაც კლუბური ცხოვრება და ასე შემდეგ, ისინი ჩადიან აი იმ ქალაქში, საიდანაც მოვდივართ აქ. ამინდი როგორც ხედავთ, იდეალური დაგვემთხვა. და ტალღები ნახეთ რა ხდება. რა მოხდებოდა ახლა ბარემ ბოლომდე ეცლია მოგზაურობა. დღეს აქ დავრჩებოდი ამ ქალაქში, კარგი ამინდი რო ყოფილიყო და დავტკბებოდი ამ სანაპიროებითაც, მაგრამ რა ვქნათ არ გვაცადა ამინდმა. მიუხედავად იმისა, რომ ტალღებია და ცუდი ამინდია, მაინც რა კარგი ფერი აქვს, ნახეთ წყალს. კაი დიდი ტალღა მოდის. ოპა. მოდის. ჩვენიერ გასართობს მოვადექი აგერ. აი დიდი ტალღებია. წავედით, გავაგრძელეთ გზა ალბანეთის ალპებისკენ. იმედია იქ მაინც დავხვდება უკეთესი ამინდი, თორე ისედაც სიგრილია და მთაში კიდევ უფრო რთული იქნება მოგზაურობა. გზას რაც შეეხება 170 კილომეტრი არის იქამდე დარჩენილი და დროს მიწერს დაახლოებით 7 საათს, რაც იმის ნიშანია, რომ საკმაოდ რთული გზა გველოდება წინ. მთელი გზა არის, რაც მოვდივარ, საოცარი ხედები იშლება, უბრალოდ ყველგან ვერ ვახერხებ გაჩერებას და ეხლა ერთ ადგილას გავჩერდი და ნახეთ რა საოცარი ხედები იშლება, აი მთელი გზა შეგიძლია დატკბე ამ სილამაზით. დრონის აშვებაც მინდოდა, მაგრამ ისეთი ქარია, რომ აი ვერც გადავდივარ, გარეთ 2 წამი გადავიღე და ისევ დავჯექი მანქანაში. საშინელი ამინდია, მაგრამ რაც უფრო უახლოვდები ჩემი დანიშნულების ადგილს, ამინდი შედარებით უკეთესდება, ყოველ შემთხვევაში აღარ წვიმს, რაც უკვე კარგია, ასე რომ იმედია ქარიც აღარ იქნება იქით რომ გადავა.
3 საათია უკვე გზაში ვარ, ეხლა გაჩერებული ვიყავი ცოტა დავისვენე და ისევ წვიმა დაიწყო მეგობრებო. როცა ვიფიქრე რომ ამინდი გამოვიდა და მოგზაურობას მშვიდად გავაგზავნებ მეთქი, წვიმაც დაიწყო. არ ვიცი თაში როგორი ამინდი იქნება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ როგორც მინიმუმ წვიმა არ იქნება. წინ მთები გამოჩნდა და სულ ღრუბელში არის ყველა მთა საერთოდ. არაფერი არ ჩანს და ვიცი სად მივდივარ. ყოფილიყავი ჩემთვის სანაპიროზე ამინდოდა. რელიეფიდან გამომდინარე ალბანეთის ალპებისკენ მართლაც რთული გზა მელოდა. თუმცა ულამაზესი ხედები და ჩემი მეგობარი კომპანია ლაგი ამ გზავრობას ბევრად უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. დარწმუნებული ვარ, ისეთი ხედები გველოდება, როგორც კი ჩავალ, რომ ნამდვილად ღირს ესწვალება რა. ესეთი ვიწრო გზები არის, სადაც ერთი მანქანა ეტევა თავისუფლად და როგორც კი მეორე მანქანა შემოქმდება, ძალიან რთული არის გვერდის ავლა. ორი წუთი რო არ გამეჩერებინა მანქანა არ შემეძლო, იმიტომ რომ ისეთი სილამაზე არის, რომ მინდა რომ გადავიღო ახლა და განახოთ რა. ეს ხედები ნახეთ რა, სილამაზეა უბრალოდ. აი ასეთი უღელტეხილია ასავლელი, ჯერ კიდე დიდი გზა არის დარჩენილი და ძალიან ცივა, ძალიან. არ ვიცი რისი იმედი მქონდა კარავი როცა მოვიღე, იმიტომ რომ ეხა აი სულ რომ მათრახი მირტყა. აქ მე კარავში დამძინებელი არა ვარ. მაინც დამაღამდა მოკლედ, არ ვიცი ეს სასტუმრო სად უნახე, რა უნახე, მოკლედ ვერ მივაგენი ვერაფრით, დავდივარ წინ და უკან და ვერაფრით ვერ მივაგენი რა. არ ვიცი სად არის, როგორ უნდა მოვხვდე, გზა მიდის იქამდე არ მიდის, ვერ გავიგე. მეგონა რომ კაი ადგილი იყო და არ ვიცი როგორც ყოველთვის რაღაც სასწაული მოვძებნე. მოვედი როგორც იქნა დავბინავდი მეგობრებო და აი არ ვიცი გზაში მოვდიოდით 1.5 საათი რა. აი ძალიანაც რომ დომოდა მე ვერ მოვაგნებდი ამას, იმიტომ რომ აი ძალიან შორს არის რა. ამის სხვა სოფელში ჩამოვედით და აი გზაში იყო ჩვეულებრივი ოფროუდი რა, აი რა ვიცი რაღაც არასწორად ჰქონდათ რა, მოკლედ ლოკაცია სპეციალურად თუ შემთხვევით იყო ეგრე, არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ძალიან შორს ამოვედი რა, ფაქტიურად ისევ მთაზე ამოვედი რა, აი ძალიან შორს ვარ და ისეთ ტყეში ვარ, რომ აი ხვალ რო გათენდება, უბრალოდ ერთი სული მაქვს, როდის გათენდება, რომ განახოთ სად ვარ. აი იქით შორს რო სინათლეები მოჩანს. ეგ არის ქალაქის ცენტრი, წარმოიდგინეთ რა შორს ამოვედით. ეს არის ჩემი ოთახი, ესე გამოიყურება მშვენივრად. აქეთ სუფთა სააბაზანოც არის. მაგრამ ოთახში არ არის გათბობა რა, საერთოდ არანაირი და გავიყინები მე მგონი დღეს ღამე ისეცი ვარ რა. აი ხა ძალიან სიცივია, მაგრამ ეხლა გარეთ არის 3-4 გრადუსი რა. მე რომ მოვდიოდი გზაში, მაშინ ვნახულობდი და იყო ეგრე 3-4 გრადუსი და ხამე ალბათ მინუსიც იქნება. მოკლედ წავედი, ეხლა დავისვენებ, მოწესრიგდები, შევეცდები, რომ ცოტა გავთბე და ხვალდილით დაგიბრუნდებით და ერთად დავათვალიეროთ ეს საოცარი ადგილი. დილა მშვიდობის მეგობრებო, აი ასეთი საოცარი გარემოდან დაგიბრუნდით დღეს. ნახეთ რა სილამაზეა.
აი აქ ქვემოთ რასაც ხედავთ, ეს არის ცენტრი ჩემი მანქანაც სადღაც მანდაყენია. ზერო გამოვიდა, ისეთი სიცივე აღარ არის. მოკლედ მეგობრებო, მე ვარ უფრო მთის ადამიანი რა, მთა მირჩევნია რა, აი დასასვენებლად. სხვაც მიყვარს კი, მაგრამ ზღვა მალე მბეზერდება, იმიტომ რომ აი მთელი დღე წოლა სანაპიროზე რაღაცა ჩემი არ არის რა. აი ეს მთა და ეს გარემო მე უფრო მიყვარს. ხო და დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რომელი გირჩევნიათ. ეს არის ალბანეთის ალპები, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა. მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთი უმეტესობას ზღვითა და სანაპიროებით ახსენდება, სწორედ აქ იმალება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე. ალბანეთის ალპები ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს და მათი მწვერვალები 2500 მეტრზე მეტ სიმაღლეს აღწევს. ეს რეგიონი ცნობილია ულამაზესი მთებით, ღრმა ხეობებით, კრისტალურად სუფთა მდინარეებითა და ტრადიციული მთის სოფლებით. ბოლო წლებში ალბანეთის ალპები სულ უფრო პოპულარული ხდება მოგზაურებს შორის. აქ განსაკუთრებით ხშირად მოდიან ლაშქრობის მოყვარულები, რადგან ამ რეგიონში არაერთი ცნობილი საფეხმავლო მარშრუტი გადის. მათ შორის ვალბონისა და თეთის დამაკავშირებელი ბილიკი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მარშრუტად ითვლება. თუ ალბანეთში მხოლოდ სანაპიროს სანახავად ჩამოხვალთ, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილს გამოტოვებთ. სწორედ ალბანეთის ალპები აჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანი და განსხვავებულია ეს პატარა ქვეყანა. ესე გამოიყურება ჩემი საუზმე. ერთი მოხარშული კვერცხი რაღაცები და ის ზუსტად ვიცოდი, რომ თაფლი იქნებოდა რა. აი ზუსტად გული მიგზნობდა. რომ მოვდიოდი აქ გზებზე იყიდებოდა თაფლი ყველგან რა, ყველა ფეხის ნაბიჯზე და გული მიგზნობდა დღეს თვითონ რომ გავივიძე რომ თაფლი ექნებათ მეთქი და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გემრიელი თაფლი იქნება თან. თვითონ ძალიან კაი ხალხია, ოჯახია როგორც ჩანს და ესე რაღაც ოჯახური ბიზნესი აქვს რა, სასტუმრო არ არის, გესტჰაუსი არის უფრო. მაგრამ გათხოვა რომ გაეკეთებინათ და ლოკაცია სწორად მიეთითებინათ, უკეთესი იქნებოდა. ქართულ ყველს გავს იმერულს ძალიან. მანამდეც რომ გავსინჯე სასტუმროებში სადაც იყო საუზმეზე ძალიან გავს, მაგრამ ეს ცოტა მარილიანი. დავაგემოვნოთ თაფლიც. ძალიან კაია. წავედით მეგობრებო, ვაგრძელებთ გზას. ეხლა ამ მანქანით უნდა დავბრუნდეთ ისევ ქვემოთ ჩემ მანქანამდე და ანარჩენი მერე გადავწყვიტოთ. დღეს დავათვალიეროთ კარგად აქაურობა და თუ მოვასწრებ, ბარემ დავბრუნდები პოდგორიცაში. ნახეთ რა საყვარელი ხალია. წვენი მომიტანა. გზაზე გამომაց. Thank you. ესეთი საყვარელი ხალხია. აი ამ გზებზე მოვდიოდით გუშინ ხამე. აქ ზამთარში რომ მოთორ საინტერესოა, როგორ დადიან მე. ჩემი აზრით აქ ზამთარში ძალიან გაუჭირდება ციარული რა, ალბათ იკეტება აქაურობა და თვითონაც ალბათ არ იქნებიან ზამთრის პერიოდში. დავბრუნდი ამ პატარა სოფლის ცენტრში და სანამ ამინდი ხელს გვიწყობს დავათვალიეროთ ეხლა აქაურობა და აქედანაც განახებთ კარგად სად ვიმყოფები. ჯერ პირველ რიგში აი ამას შეხედეთ, ნახეთ რამხელა ქვები არის და ეს ყველაფერი არის სულ წყლის ჩამოტანილი. თოვლი რო დნება და დიდდება ეს მდინარეები. ესეთი დიდი ქვები მოაქვს. აი ესეთი სასტუმროები არის ყველგან, პატარ-პატარა კოტეჯები და სასტუმროები, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ. ყველაზე კარგი რაც არის, გადატვირთული არ არის რა. აი რაც ქალაქს არ დაემსგავსა უკვე აქაურობა და ეს სასტუმროების და კოტეჯებიც გადანაწილებული არის დიდ ტერიტორიაზე. აქედან კიდე ძალიან ბევრი პატარ-პატარა სოფლები არის, აი ზემოთაც საიდანაც არის აქ ჩამოსასვლელი, იქაც ძალიან ბევრი ესეთი პატარა სასტუმროებია, საოჯახო ტიპის სასტუმროებია უმეტესად. ამიტომ ჯერ კიდე აი რაღაც ხელუხლებელი არის აქაურობა. მაგრამ თავარი სილამაზე, რა თქმა უნდა, აი ეს ულამაზესი მთები არის. სამწუხაროდ ყველაფერი ღრუბლებშია უკვე და კარგად აღარ ჩანს. დილით უკეთესია ხოლმე, ზოგადად გაითვალისწინეთ თუ მთების ნახვა გინდათ კარგად, დილით უნდა გამოხვიდეთ ადრე. ნეპალში ზუსტად ასე იყო, როცა ჰიმალაის მთებში ვიყავი. იქაც დილით ადრე უნდა გახვიდეთ, თუ გინდა რომ აი ეს უდიდესი მწვერვალები კარგად დაინახოს, ანამ ღრუბელი ჩამოვა და ამ ყველაფრის შანსი გექნებათ სექტემბერში ჩემს ჯგუფურ ტურთან ერთად თუ წამოხვალთ
ჰიმალაის მთების ულამაზეს ხედებს დაგათვალიერებინებთ. ეს არის რუკა ამ პარკის და ნახეთ რამდენი სანახაობა არის. ჩვენ ვართ აქ. აი ნახეთ რამხელა ნაციონალური პარკია. მთლიანად ესეთი მთები არის ყველგან. გუშინ აქ დავბოდიალობდი წინ და უკან ჩემს სასტუმროს რო ვეპოულობდი და თურმე აი იქ რაღაც თაზე ყოფილა ჩემი სასტუმრო. პატარა მინი ლაშქრობა გავაკეთოთ, ფეხით გავიაროთ მთებში დავათვალიეროთ აქაურობა. იმედია წვიმა არ დაიწყება. არც თუ ისე სახარბიელო ამინდია. მაგრამ სალაშქროდ კარგია, სიგრილია. როგორც ყოველთვის შეუფერებლად მაცვია, თეთრი ბოტასებით ვარ წამოსული. ალბანეთიც გავს საქართველოს იმ კუთხით, რომ ერთ დღეს შეგიძლია ზღვაზე იყო, ირუჯებოდე და კარგად ისვენებდე და მეორე დღეს შეიძლება ესეთ თოვლიან მთებში ამოხვიდე სალაშქროდ. ისევე როგორც ჩვენთან საქართველოში ერთი დღე შეგიძლია სვანეთის ულამაზესი მთებით დატკბე და მეორე დღეს შეგიძლია ბათუმში ჩამოხვიდე და დაისვენო ზღვაზე. ისე შევედი მუღამში 1 კილომეტრ-ნახევარი კი გამოვიარე უკვე და ამ ბილიქს სალაშქროს ეხა სადაც მივდივარ 6 კილომეტრ-ნახევარი არის. და ხო არ გავუყვება ოლომდე მეთქი ვფიქრობ. ნახოთ რამდენზე გავკაჩავ. ხალხი გაოგნებული მიყურებს რა ყველა სპეციალური აღჭურვილობა, სპეციალური ფეხსაცმელი და მე ჯინსებით და თეთრი ბოტასებით მივაბიჯებ ალბანეთის ალპებში. ეს ტიპი ძალიან პროფესიონალია. დღეს დილით რო დავბრუნდი ქალაქში, მაშინ შემხვდა მიდიოდა. დავეწიე გზაში. რატო ავიტეხე ხა ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა უკან აღარ დავბრუნდები. კილომეტრი და 200 მაქვს დარჩენილი და პარემ ავიდეთ და ვნახოთ როგორი ხედები იშლება იქიდან. რა არ მორჩა ეს აღმართები. ძალიან დავიღან. წყალი მაინც წამომეღო. ლაშქრობაში ყველაზე ცნობილი მომენტი არის, როცა იძახი, რომ აი ეს მოსახვევის და ვსო ავედი. აი ეს მოსახვევის და ავედი. აი ეგრე ვარ ახლა მეც რა. ყველა მოსახვევი ბოლო მგონია და არ თავდება. ვერ ავახწია იქამდე რა მინდოდა. ამოვედი მეგობრებო, როგორც იქნა, ამოვახწიე და ახლა უსიტყვოდ დაგათვალიერებინებთ რა ხდება, როგორი ხედები იშლება და მე თქვენ გადაწყვიტეთ ღირდა თუ არა ამ წვალებად. ეხლა კომენტარებში გამიზიარეთ ღირდა თუ არა. ჩემი აზრით ღირდა 100%-ით, იმიტომ რომ საოცარი ხედები იშლება აქედან. ეხლა კიდე უნდა წავიდე, ჩავბობღდე ისევ აქედან. ჩამოვედი მეგობრებო, ჩამოვაღწიე როგორც იქნა, ისეთი დაღლილი ვარ, რომ აი მანქანაში რო დავჯექი, შეიძლება დამეძინოს. გეგმებს რაც შეეხება 4 საათი გახდა უკვე და ეხლა დავიძრები ნელ-ნელა პოდგორიცასკენ, თორე გზაში დამაგვიანდება. მოკლედ ჩავიდეთ პოდგორიცაში და იქ დავასრულოთ ჩვენი ეს საინტერესო ვიდეო. წინ გველოდება არც ისე დიდი, მაგრამ ძალიან რთული გზა. დაახლოებით 90 კილომეტრია და მინიმუმ 2 საათი-ნახევარი დაჭირდება ამ გზას, ასე რომ წავედით. ალბანეთის ალპები ამ მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი იყო.
სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ ჩვენი მოგზაურობა არ იცდის. უკან დაბრუნებისას ისედაც რთულ რელიეფსა და გზას ბურუსიც დაემატა, რამაც მგზავრობა კიდევ უფრო გაართულა. აი ამიტომ მეგობრებო, აქ არ უნდა დაგაღამდეთ, თორე წარმოიდგინეთ ეხა ამ ბურუსს რო კიდე დაღამება დაემატოს, ძალიან საშიში იქნება ამ გზაზე სიარული რა. აი წინ მანქანა რომ ხვდება ძლივს უვლით გვერდს ერთმანეს და წარმოიდგინეთ ღამე ამ ყველაფრის გაკეთება კიდევ უფრო გაძნელდებოდა. ალბანეთშიც უყვართ ალბათ ფულის ჭამა, იმიტომ რომ ეს გზები არის აი ზუსტად ერთ მანქანაზე გათვლილი რა. 9 მეტრიც არ ჭირდება რომ იამატონ, რომ ორმა მანქანამ შედარებით ნორმალურად მაინც აუაროს გვერდი ერთმანეთს, მაგრამ აი ზუსტად ისე არის გაკეთებული, ერთი მანქანა დგება. სავარაუდოდ ვიღაცის ჯიბეში წავიდა. ესეც მონტენეგროს საზღვარი, მოვადექი საზღვარს. იმედია აქედანაც მალე გამიშვებენ, არ მაწვალებენ და პირდაპირ სასტუმროში მივალ, დავისვენებ, მოწესრიგდები და შევაჯამოთ ერთად ეს მოგზაურობა. ჩამოვედი მეგობრებო, დავბრუნდი პოდგორიცაში და ეხლა მოვედი რაღაც ძველ ქალაქში ვიქირავე რაღაც აპარტამენტი $28 ერთი ღამე. პარკინგი იყო უფასო და მაგიტო გადავწყვიტე რა, ადგილს მნიშვნელობა აღარ ქონდა, უკვე აი ონცადმე მივიდე მეთქი და ნახავ ეხლა ჩემ აპარტამენტს და დაუბინავდები. როგორც კი ჩამოვედი, აი არც საცობი, არაფერი საერთოდ, შვიდაც წყნარად მოვედი აქამდე. პატარა სოფელია რა, ჩვეულებრივ. საზღვარზეც მარტივად გადმოვედი, საერთოდ არაფერი არ უკითხავთ, პირდაპირ პასპორტი მივაწოდე, 2 წამში გამომიშვეს. მოვედი მეგობრებო, ესეც ჩემი აპარტამენტი, ამხელა სახლია, ნახეთ, მაგრამ მე პატრონეს რომ მივწერე, მოვდივარო და შენი ოთახი არისო, მარჯვენა მხარესო, კი ვნახე ჩემი ოთახი, დაგათვალიერებინებთ, მაგრამ მე მგონი ჩემთან ერთად ცხოვრობს მე პატრონეც. არა, ეგ ბუკინგზე არ ეწერა და ნახოთ, არ ვიცი. დიდი სამზარეულო, კიდე სხვა ოთახებია, რომელიც დაკეტილია მე მგონი და ეს არის ჩემი ოთახი. კარებმა რა დაიჭრეჭინა. მოკლედ, ყველაფერი კარგად გამოიყურება, ერთადერთი რაც არის იმედია, მე პატრონეც ჩემთან ერთად არ იქნება სახლში რა. არ მიყვარს ხოლმე ეგრე და იმედია არ იქნება მოკლედ. დადგა დრო შევაფასოთ ჩვენი ეს ალბანური მოგზაურობაც მეგობრებო, რადგან ეს ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. დიდი იმედი მაქვს რომ თქვენთვისაც საინტერესო იყო, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. რა თქმა უნდა თუ ასეა, ვიდეოს დალაიქება არ დაიზაროთ, კომენტარის დაწერა, აი ერთი კომენტარი მაინც დაწერეთ. ეს დაეხმარება ამ ვიდეოს რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და რა თქმა უნდა არხის გამოწერა, იმიტომ რომ ამ ერთი თითის დაჭერით თქვენთვის აი სულ ერთი წამი უნდა ერთი თითის დაჭერაა და მე უდიდეს მოტივაციას მომცემთ რომ მომავალში გავაგრძელო და კიდევ უფრო მეტი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. მოკლედ, ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოდგა როგორც მონტენეგრო, ასევე ალბანეთი და წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო გეგმები მაქვს. თუ რამე კითხვა გექნებათ, Instagram-ზე შეგიძლიათ მომწეროთ, ან Facebook-ზე მომწეროთ, მაქსიმალურად გიპასუხებთ. დიდი მადლობა ჩემს მეგობარ კომპანიებს, ვაგის, ტურისტულ კომპანიას, Kaivias და აქ დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, რომ ჩემთან ერთად ხართ და რა თქმა უნდა დაგიბრუნდებით ახალი საინტერესო ვიდეოთი, ახალი საინტერესო ქვეყნიდან.